ესეთ რაღაც რო გავაკეთოთ, მაგალითად ჩვენ ფასი დაგიკლოთ და თქვენი შვიდივე მშენებლობის კონტრაქტები ჩვენთან გააფორმოთ. წიგნები დამჭა ბოდიში. ასე წურწურით ჩამოდის წყალი. დალპა კედლები. წყალი არ მომშვიაო. აბა მე ვტყუი? ჰა? ვტყუი? წამომძადი ბატონო და ნახე შენ თვითონ, შენი თვალიდან. წამომძადი. შიმშილით რო გვდებოდა, ხო სხვის ნირცხელს არ მოვკიდებ როსოდან. მე ქურდი არ ვარ. კაი ხო დამშვიდდი. ბიჭო, თუ ერთად ვაკეთებ საქმეს, ერთად უნდა ვაკეთოთ. ძმაო, ბიზნესის დედაც მოტყან, ვაფშე, შენ მაკაცები ვარ და ვაფშე არ მისტორდება ეგრე რო იქცევი რა. ბიჭო, ტვინი მოტყანით უკვე რა. შენ ჩაიჯური რა ვაფშე რა. რაგჭირს? კეთი ნახე? არა ის. თაფლია, მარლენმა გამოგვიგზავნა. კაი რა, რატო შეწუხდა? ხო, სამკურნალოაო. ჩემმა ბიძაშვილმა გამომიგზავნა საერმიდანო. მადლობა გადაეცი ჩემი არ ვნახავ. შენ ჭამე შვილო. ტვინის უჯრედებს ხსნის. მეტი რაღა უნდა გამეხი. კეთი, რა ვქნათ იმ ამბავს? რა უნდა ვქნათ დედა, უნდა გავუკეთოთ. რა მოხდა? რა შარში გავხვიე კაცო თავია. ეგ გვინდოდა ახლა ჩვენ ხანდახან ესეთი რაღაცა გამოხდება ხოლმე. მეზობელს ჩავიდე წყალი ჩვენგან. ახალ გარემონტებულ სახლში უნდა გავუკეთოთ. ჩვენ რა მოჩი უნდა გავუკეთოთ? ჩვენგან ჩავიდე და აბა უნდა გავუკეთოთ რაკო. და მაგის გამო ახლა მთლიანი რემონტი ჩვენ უნდა გავუკეთოთ? მთლიანი არა, რაც გაფუჭდა ის. აუ, კაი რა. ნუ ნერვიულობ, მოვახერხებთ რამეს რა. რა უნდა იყოს ხა მაგდენი? რა ვიცი, ის ისეთი ქალია. ლეილა რო სიტყვა პასუხში ვერ მოუგებს, გესმის შენ ვინ არის, ა? აი ნუ ნერვიულობ წინასწარ, ხო რა. ხო. სამსახურში. საღამოს შემოვიდი. ნუ უფრო ადრე ვერ მოვალ, ძალიან ბევრი საქმე. კარგი. იქა სალაპარაკებოდი? არა, არ გამოჩენილა, მაგრამ ასე დაურეკავ ახლა. მიდიოდა. სად უნდა იყოს ეს გოგო? არ პასუხობს. ხო შეეცილა.
ხალხსაღამოს ლექციების მერე შემოდი და ყველაფერი გავაკეთე. კარგი, მამუკო. გამიდა კი არა, სახში წამოიწვი დროზე. გოგო, სახში წამოიწვი მეთქი გეუბნები ეს. ნუ ყარი სირცხვილია რა. რა არის სირცხვილი, სახში წამოდი მეთქი რომ. აღარა, შენი ცოლი და არცადაც აღარ წამოვა, გაიგე რა, ეს ხოდა სამუდამოდ. აბა ვიხავდო! ნუ ყარი სტუდენტები არიან, გარეთ სირცხვილია. სტუდენტების დედაც მოყვა. ნახდება? არაფერი სოკვარი საუბრობ, ხალბატონო. ახლავე მიბძანდი რაკეთან თორემ დაწვას დაუძახებ. სოკვარი საუბრობ მეთქი გეუბნები. ალბათ მამაპატები კი გადაწყდა გემოდარებენ. თვალი ხარ სახში ვიყავ. შენ კიდე გეუბნები. უნივერსიტეტის გარეთ ვისაც გინდათ იმას ისაუბრეთ. აქ არ შეიძლება ეხლა მიბძანდი რაკეთან. ეხლა შენ შეგეკითხები, მე ვის ველაპარაკო და სად? შენ კიდე წამოდი გოგო, ვის ველაპარაკო? ხედავ რა დღეში ჩამოვიდა. რადგანში ჩაგდები? ხელი გამიშვი მეთქი ასე დაინო, ხელი გამიშვი. მოვდივარ, ხელი გამიშვი, მოვდივარ. შენ თუ აღინა ნახავ. აი შენ ნახავ, ხელი გამიშვი. ხელი გამიშვი. ნინო დაწმარდი მე მე ვარ მეთქი რომ ნინო თქმარი მოუვარდა ეგ ამხედი. სად არის ნინო? ნინო აუდიტორიაში. კარგად ხარ? აი დაწყობ. დაწყობ. დილამშვიდობის. როგორ ხარ, ნანა? კარგად, გიორგი, შენ როგორ ხარ? მეც კარგად. მოგეწონა სენდვიჩები. ძალიან გემრიელია. სოსისიც მაქვს, არ გინდა? არა, უკვე ვისაუბრე, მე ყავა დამისხი რა. კარგი. დილამშვიდობის. 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 ნან ჩაის დამალები, აბა რას ვიზამ? სოსისი. კი, მომიტანე რა. უშინ ვერ მოახერხე. შენთან საუბარი. გადავხედე თქვენი მოლაპარაკების შედეგებს. მერე? ჯერ ყველაფერი კარგად მიდის. ეხლა მეორე მოლაპარაკება იყო და ბუნებრივი არც ველოდი რომ შედეგიანი იქნებოდა. მაგრამ მაინც მოახერხე ჩემი გაოცება. ეხლა ჩვენს განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია. უბრალოდ იმ პირობებზე მოვალაპარაკეთ, რომელიც ჩვენ გვაწყობდა. ცოტა სარისკო საქმეა. თუ საქმეს ავსაუბრებ, მე არტივდება და ყველაფერი კარგად იქნება. არ ყოფილა რთული. მარტივად მოვუყვარეთ რა. მოკლედ მე ყვაყოფილი ვარ. პირველი საქმის მერე არ მეგვენა ისე გამოვიდა და ყველაფერი. დილამშვიდობის. მოგიდობის. ურაში ჭამაც მინდა. ჩაის და ლეო. კი. აბა, როგორ მიდის სწავლის საქმეები მამი? რა ვიცი, ახალი ინგლისურის მასწავლებლებს ვუწევ. ის გააქციე? არა. რაღაც სამსახური გამოუჩინა და ვეღარ ვივლია. შენ სერიოზულად გქონია საქმე. არა და რა კარგი ბიჭი იყო ეს ჯონათანი. გადასარევი. და ზოგიერთი ქართველი იყო საკეთი ძილობიანი. რას ვიდა? უძებნით ახალს, კაი, წავედი. შენ სამსახურში მიდიხარ? ნუ. ნუ დამელოდე ერთად წავედით. კაი.
ხო. ხო, ჩამეძინა ისო. არ ვიცი, გამოვიდა და მოვამალე. არ ისმის ალბათ მოვა, არ გადაიფიქრებს. კაი. გიგა. რატომ? დაგვიანე. საცობები იყო, წამოწავე. წამოიღე ყველაფერი. რა ყველაფერი? პირადობის მოწყობა წამოიღე. ორგანაში ვარ. კარგი რა კახა. არ ვატარებ ჯიბით, ნუ? მიდი მოიტანე მას. ისინი რიგი დაიგაღვანო. კეთი შენგელია საძის გენაცვალე. ჩაწერილი ბრძანდები? იცით რა პაციენტი ყავს ახლა კეთი ექიმს. რომ ჩავეწერე ხომ მიმკურნალეთ. სად არის ის ქალბატონი? დამშვიდით ქალბატონი და ამიხსენით რა ხდება. იმ ქალბატონთან მინდა საუბარი. კარგით, დამშვიდით, დაბრძანდით და დაუძახეთ ახლა. ბოდიში, კეთი ერთი წუთია. პაციენტი მყავს რა იყო? ერთი წუთი გამარა. ერთი წამი და ობოჩის გიხდით რა. რანაერი ექიმი ხარ შენ საერთოდ? გამარჯობა. რა ხდება ქალბატონო? რა მოხდა? ვერ მიცანით არა? კი, გიცანით, მაგრამ ვერ ხვდები რა შესაქმე. ვერ ხვდება. რას მიხვდები გენაცვალეთ? ჭკვა არ გაქვს თავში და საერთოდ ვინ ჩაგაბარებინა შენ სამედიცინოს? რა გნებავთ ქალბატონო, იქნებ წესიერად აგვიხსნათ. ამას გავაგდებინებ სამსახურიდან და შენც მიგაყოლებენ ზედ. მე რა შვაში ვარ? დანიშნულების დაწერა რომ არ იცი, რანაირი ექიმი ხარ შენ. და საერთოდ თქვენაირი ხალხის ხელშია მე ჩვენი სიცოცხლე. რა არის ეს? დანიშნულება, რომელიც მე გამოგიწერეთ. მერე ქალბატონო, საერთოდ ვერ ხვდები რატომ ჭხობობთ და ჩემგან რა კიდათ. მოდით, შემობძანდით კაბინეტში და მშვიდად გავარკვიოთ ყველაფერი, კარგი? რა მინდა არა, სული გამაფრთხობინა კინაღა მამწავალმა. ექიმა ხალმა წნევიან ხალს რა უნდა დაუნიშნო და რა არა არ უნდა იცოდე. მთელი ღამე სასწრაფო ყავდა ძლის მომაბრუნეს. მე ვიცი თქვენ რასაც გიზამ. დაწყნარდით, ამ პრეპარატს არანაირი შეხება არ აქვს წნევასთან და შეუძლებელია ცუდად გამხდარიყავით. შეხედე, მაინც თავისას რო ამბობს. აბა სხვა დროს რატო არ ხდებოდი ცუდად? ქალბატონო, ამ წამალს გვერდითი მოვლენა არ ექნებოდა. მელამ თავისი კუდი მოწმეთ მოიყვანა. რა ხდება? რა ხდება და ციხეში ამოგალპობთ ყველას. კეთი რა ხდება? ქალბატონი არის უკმაყოფილო. უკმაყოფილო კი არა. მომკალით კინაღამ. რა ვიცი, კარგად. რა შეძაგებარ იცი? არა. ხო. მოკლედ გეტყვი. მიუხედავად შეზღუდული ვადებისა, მცირე ბიუჯეტისა და ფაქტიურად ბოლო წამს გადაგზავნილი ვიდეო როლისა. თქვენმა რეკლამამ გაიმარჯვა. მართლა? მე როგორ გამიყარდა? იდეა ძალიან მოეწონათ და შესრულებაც. დიახ. ასეთი გაცვეთილი თემის ასე საინტერესო კონფლიქტ წარმოჩინება ადვილი არ არის და თქვენ ეს მოახერხეთ. ცით როგორ გამიყარდა? იმდენი ვიწვალეთ ამ რეკლამაზე და ხო, მეც მივწერე. მეთქე სტუდენტური ნამუშევარია, მეთქე ხო იცი ისინი აქცევენ ესეთ რაღაცებს ყურადღებას და თქმა ამანაც იმოქმედა. მართლა რა უნდა დაგხვერები, ყველაფერი ჩვენით გავაკეთეთ. ვიცი. ნიჭიერი გოგო ხარ რა. როგორ გამიყარდა? იმდენი ვიწვალეთ. მართლა ძალიან ბევრი ვიწვალეთ. ხო და ბევრი რო იწვალეთ, მაგიტომაც მოეწონათ. თორე იცი რამდენს კონდა გაგზავნილი. არ მჯერა. მე გიგილოსა. მადლობა.
არაფერი. როგორ არაფერი? აბა ეს კალი გიჟია? არ ვიცი თითო, გუშინ იყო ჩემთან მოსული, ისეთი არაფერი ჭირდა. წამლები დავუნიშნე და დღეს მოვიდა და მლანძღავს. სუდად გამხადაა. მოიცა თუ არაფერი ჭირდა, წამლები რატო დავუნიშნე? სერიოზული არაფერი ჭირდა. თან ისეთი წამლები არ დამინიშნია, რომ სუდად გამხდარიყო, უბრალოდ ემოციურ ფონს დაულაგებდა. იცი რა მე მგონი მეტი უნდა დამენიშნა, როგორც ვატყობ რა. პაციენტზე ვსაუბრობთ მე და შენ. ვიცი და მე ისეთი არაფერი გამიკეთებია, რაც პაციენტს ავნებდა. არ მესმის, ის ქალი ამბობს, რომ შენმა დანიშნულმა წამლებმა ცუდად გახადა და სასწრაფო დაჭირდა. შენ ამბობ ემოციური ფონეო. საერთოდ რაზე მელაპარაკები? იცოდი რომ წნევა აწუხებ. არ უთქვამს წნევაზე არაფერი. როგორ ესე იგი თუ არ გეუბნებიან, შენ არაფერს არ ეკითხები, ხო? აი მე თითო ვკითხე და მითხრა არ მაწუხებსო. ის რომ ამბობს წნევა მაწუხებდა და არაფერი არ უკითხავს. არწმუნებული ვარ რომ არ უთქვამს. მოიცა რა გინდა ბოდიში მოვუხადო? კეთი ახლა მე არ ჩემი ტონი მომწონს და არ ჩემი მიდგომა პაციენტებისადმი. და თუ საჭირო გახდება, ბოდიშსაც მოიხდი. ამ ერთი შეცდომის გამო ატეხავს სკანდალს ეს ქალი და მთელ კლინიკას სახელი გაუწყდება. რის გამო? ვიცი, მოკლედ, მე დაველაპარაკები ამ ქალს. შენ აღიარებ, რომ დამნაშავე ხარ, ბოდიშს მოვუხდი. მეც ფასდაკლებას ან რამე ასეთ შევთავაზებ და იქნებ როგორმე ხმაურის გარეშე გადავიტანოთ ეს ამბავი. კეთი, ხო ხვდები, რომ დამნაშავე ხარ და ჩვენი ურთიერთობა აქ არაფერ შუაშია. მესმის. დაველაპარაკოთ და მოვიხდი ბოდიშს. Tato, привет! О, Тия, привет. როგორ ახარ? კარგი, შენ როგორ ხარ? არა მიშოს. რა მაგარი ოთახი გაქვს? აბა. ზუკა სად არის? ზუკა არ მოვა დღეს. რატო? თავის დაურეკე და ვერ მოვალო რა. ის თვითონ გითხრა? კაი. კარგი ბიჭია ეს ზუკა ძალიან. ცოტა ბევრი ლაპარაკი რო არ უყვარდეს. ცოტა მეცილებს თავის თავს. მოიცა, როდის მე ლაპარაკობ ესე რა მოხდა? ისე როგორ? რაღაც გაღიზიანებული ხარ. რა მოხდა? არაფერი რა. რაღაც მოლაპარაკებაზე ვიყავით გუშინ და რაღაც სისულელეები ლაპარაკობ. მე კიდე გავაჩვენე და ვაფშე სხვა რაღაც შევთავაზე იმდებს. რომ გამოვედი ტიპმა გამიჭედა რა პუნჩი მაჩუმებო და ჩემთან შეუთანხმებლად რატო უგვარებ რაღაც საქმეებს და კარგი ყლეობები რა და მის გაუჭედე. მოიცა მე ხა ბავშვობით ესე უნდა იჭდეთ? რამე ქენით? დაურეკე. შანსი არა. კარგი, რატო არ არის შანსი? იმიტომ რომ შანსი არა. ბიჭო ისე დია მართლაც გეუბნება ნახე და წესიერად აუხსენი ყველაფერი რა. დაურეკე რა. თან შენ უფროსი ხარ. ხო და შენ უნდა დაურეკო. გაივიზავრამის. დაელაპარაკეთ რა კიდე ძალიან მეწოდება. ხო, დაველაპარაკებით რა. სად არის თაკვამდენი ხანი რა? ხო არ შევიდეთ? არა, მოვა ბარემ დაველოდოთ რა. ხო, მაგრამ აგვიანებთ უკვე. დაი კიდე რა. აი მოვიდა. გაშვებით? წავედი მე. ლექციაზე შევდივარ. სასწრაფოდ დაეწია რა. მამათ მოხდა ტვინი წაიღეს უკვე. მე ძალიან მაგარი ახალი ამბავი მაქვს. მეორე ხეები ხო არა მოვიდა. პაკო, ჩვენმა რეკლამა გაიმარჯვა. მართლა. ხო. მაგარია. დღეს დამბარა უფროსმა და გული გამისხდა. მეთქი რაღაც საშინელებები უნდა მითხრას თქო და რომ მითხრა მართლა კინაღამ ჩავეხუტე. ასწორებს. მამათი რომანტიკაც ასწორებს. ხო და მე არ აღნიშნოთ რა საღამოს. ხო წავიდეთ სადმე ლექციების მერე. როდესაც დაურეკა. იცი ვაფშე მაშასაც დაურეკა. გაშვები. დავი მეც არაფერს. ჩვენმა რეკლამამ გაიმარჯვა. და საღამოს ვაპირებთ რაღაც აღნიშნოს და. ხო წამოხო. კაი დაგირეკა. კაი. რაო? შემეხმიანე თუ და წამოვა. მეთქი ხარ იმწეო თუ მივიდე მე ვიშკოსთვის რომ გეტარა არის. ლექციაზე შევდივარ. მაშინ დაიცა. არ მიჯერებდი, ნახე რეებს წერს ის გოგო. რეებს წერ ნახე.
შენები ნინიმ წაიკითხოს. წადი. წამო ჩვენ შევიდეთ. კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით ქალბატონო ლალი. გარწმუნებთ მსგავსი რამ აღარ განმეორდება, ამის გარანტიას მიგაცლებთ. იმედია. მეც ბოდიშს გიხდით და აღარ განმეორდება მსგავსი რამ. წამლის საფასურსაც ჩვენი კლინიკა გადაიხადოს. დღესვე? დღესვე. და როცა კი დრო გიქნებათ, მოგბრძანდით ჩვენ გეიდით. იმ კვირაში მოვალ. როცა გენებოთ. ეს კონტანაც იყო? რა? ჩვენთან იყო წინა თვეში გიჟია ერთი ამბავე ატეხა. საჩივრით იყო? ხო, იქ იმ სეჭხობა ძლივს გამოგლიჯეთ ხელიდან. მერე გავარკვიე თურმე ეგრე დადის ყველგან. ანუ ინტრიგანია, ხო? ხო, ჩვენ აღარ ვუშვით. კარგი, დაცვას გავაფრთხილებ, რომ აღარ შემოუშვი. კარგი, მე 5-ზე პაციენტი მყავს, უნდა დაგტოვოთ. კარგი. თითო შენთან მოვდიოდი რაღაც საქმე მოხდა. წამოდი კაბინეტში ისე. ორი ლუდი რა. ორი ლუდი მოგიტანე. ვიждეთ ახლა ისე ჩუმად? გისმე. დაიწყე. უშტა მაგრად არ მისწორდება მე და შენ ამაზე რო გვიწევს ლაპარაკი. მაგრამ რაღაცები მაგრად გამიტო. რაზე მებაზრები? ან რა გაგიტყმა? აუ, კაი, რა ძმობას გაფისებ რა, რაც მებუტები, სამსახურში არ მოდიხარ. თუ რამე გეწყინა მითხარი რა პირდაპირ. მოიცა შენ არ იცი მე რა მეწყინა? ხო და საქმეც ეგაა რომ ვიცი და უნდა წყენოდა ეგეთი რაღაც. ხო გავაიასნით არა თავიდანვე რომ მაკაცობაა და საქმე საქმე, ხო? მაგაზე ვინ გედავება? იცით ხო გავაიასნეთ რომ იმ საქმეში გადაწყვეტილებას მე მივიღებდი, ხო? ბიჭო, ясно, მაგაზე ვაფშე ბაზარი არ არის ეხლა. ხო და მაშინ არ უნდა გიტყდებოდეს ეგეთი რაღაცეები რა. ვაფშე რატომ მოვკიდე ამ საქმეს ხელი? და რატო დავიწყე თქვენთან ერთად, ხო? მისწორდება ძმაო და გენდობით, ძმაო და რას მებაზრები ეხლა ვაფშე მაგას გონია რომ მე ვერ ხვდები? ბაზარი არა, ძმაო, ამ საქმეში ხარ შეფი შენ და როგორც შენ გადაწყვიტა ვისო უნდა მოიქცე. მე თავი შენზე მაღლა არ დამიყენებია, ბრატ. просто მაგრად ეხავს რა, აი შუა მოლაპარაკებაში ესე რომ გაჩუმებენ. ბაზარი არა. ბიჭო, მეც მაგრად ავიჭერი და არ გამომივიდა რა კარგად რა. просто შენც არ უნდა გეწყინოს ეგეთი რაღაცეები რა. იცი რა არის? რაღაცაში რომ მაგრად ჩავიჯვათ არა? მე ვიქნები რა პასუხისმგებელი რამასთან რა. ისე მაგარში ხარ. ვიღაც არ სვავდა წერანი. გააჩვიდა. ტატოს არ დაურეკო, სადმე არ გავიდეთ. და მოვიდეთ აქ და რამე გადავწყვიტეთ. აი დაურეკო. ვერ მოვალ რა დღეს. აუ, მithვალთვალებენ და არ მინდა რა ეს ზედმეტი პრობლემები. ვაიმე, მე რეაგიხსნი რა. კაი, წავედი, ახლა ვერ მოვალ რა დღეს. კაი. აი მე რამდენი დავლია. გავწერი ვერ გონი. შენ ჩიქაში თვრები რა. ანუ აღარ დავლიო? არა, კაცო, როგორ არ უნდა დავლიო? დავასხათ. კიდე დალევა უნდა. მოიცა.
შენ ჯერია თქვი. აი დამისხი ხო დამისხი. ნათი, შემოსაყვარელო. ხო იცი ძალიან მაგრად გუყვარხარ. ძალიან ცუდი რაღაც შეგეთქვა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, გადავიტანთ ერთად, ხო იცი მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით. ძალიან გიყვარხეს რა. გაგიმერჯოს ნათი. მოიცა, ხა ეს მეჩვენება? რა. ნათი. ლიკა როგორ ხარ? გამარჯობა. გამარჯობა. თანამშრომლები ხართ ხო ლიკას? ძალიან სასიამოვნო. მე არ გიცნობთ. აი მე და ლიკა დიდი ხნის მეგობრები ვართ. სასიამოვნო. თქვენ ქმრები ყავთ? ნათია. ნუ გააცნობთ მაინც. ხელი გამიშვე ხა. ნათია. ნათია. რა? რას თქო? ნათია. იცით რა ბოზია, მაგრამ აი ბოზიც არ გააკეთებს იმას, რაც ამან გააკეთა. რა იცი, უბედურებას არ გადაეყაროთ რამე. და შეიძლება პირიქით დადებითიც იყოს, გააცანით თუ რამეა ვინმე მოშორება გინდათ. რა, ქუჩაში გამოსული სეირნობის დროს ტარების არ გერიდება, ხო? კაი ტიპი ხარ და კაი გოგოს თამაშობ, ხო? გენდაცვალეთ მე თქვენ, მაინც დაიმახსოვრეთ მე რაც. ხო, კაი, გურჩა. ეხლა მინდა ერთ საათი გძელო დავლიო. ჩვენ რეკლამას გამომარჯოს, აი ძალიან მაგარი რო გამოვიდა რა. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო. კაი ნუ ერთიანდან მადლობებს რა. და მე შეიძლება ძალიან სასწრაფო გავიჩნდეთ რა. მაგონთ უნდა დამპირდა ერთ რაღაცას რომ მაგ კარიერას თავს არ დაანებო ბარას. ფაინ? არა, იცი მართლა როგორც ის შეჩვევა, აი თუ დაიწყებს ვეღარ ეშვები. და რაღაცები ხომ მოგითან კიდე არა მე. ჩაარდრეს. ხო, ჩვენ გაგვიყვართ. მართლა ძალიან ჯიგრები ხარ. რა დღეს რომ გამოვიყვანეთ, მაგრად ჭირდებოდა მართლა. აი ხე ისე უნდა დავთხრე, ისე უნდა დავთხრე, გავიჩო. აი უნდა დათვლე შეჩემა. აღარ გარაჟასო. აუ შენ მეშვი რა. ერთი იგივე მომიტანე წინაზე რაც დამორები. გეხო, აიცი ხან რა ღირს შეჩე. კი, მე რამე გააკმაგდენი ფული შეჭემა. ო დაიკიდე რა. აი რა დავიკიდე. ბიჭო, მომისმინე ერთი წამი შენთან ერთად უნდა ვრეცხო, მე ჭელი მგელი ხამე და ვა გაგიშტი შენ. ბიჭო, ერთხელ მომინდა ცხოვრებაში დალევა და შემარგე რა. აი გეტყობხა რა. დაანებე რა აგვარ რა. რატი? აი რა. საწავე გაიხო. აი რა ბიჭო, აი. ლიკა, მოდიო დაჭიქი. დამშვიდი და წესიათ მომღები რა მოხდა. როგორ დამშვიდე, კახა, როგორ? კარგი, მაშინ ინერვიულე და იარე აკეთეთ. უკვე არანორმალურია. გავიგე ეგ. იცი როგორ შემწყო ჩემ თანამშრომლებთან. ყველა ჩვენ გვიყურებდა. რა გითხრა ასეთი? თავზე წამომადგა და ჩემს მეგობრებს ეკითხება ქმრები თუ გყავთ. წარმოგიდგენია რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. მე შენ რა მივპასუხე? რა უნდა მეპასუხო? ხმა რა მომიყია. რაღაცინებს. ძალიან სასაცილოა, ხო? ძალიან წარგვიდგე. მე? რა მე არ გეყო რაც მოგიღებე. აი რა, ნუ განისტი რა. გაბრაზებული იყო ნათია, თან დასვამიწყობში და დაივიწყე. ძალიან ბომბა ეზრდა ასე. როგორ ასე? აი ასე. შენ ცოლს გაშორდი. ყველაფერი იცის. სადაც გვინდა იქ შეგვიძლია წავიდეთ და რა. რა მოგწონს? არაფერი შეცვლა, კახა. რა შეცვლა? შეთეთრა თქვი სადაც უნდა წავალთ. ჩვენ საყვარლები ვართ. ხო? მე? და მე შენს გამო შვილი მეჩხუბა. დედა ჩემიც კი გამებუდა. დედა შეცვლა გამოთქვა. კახა მეგობრები დავკარგე.
არა, ნუ განისტია მაბავს ასე მწარეთ. მე მგონი დროა ყველაფერს თავისი სახელი დავარქოთ. რა სახელი დავარქოთ? ხომ მომბობდი, ცოლიანი რომ ვარ ვიყო, აუცილებლად დავქორწინდებოდით. მომბობდი? მე? რა მე ვერ ხვდები ხო? Ja. ცოლის შეთვის აღარ ვაპირებ. ერთხელ ხო ვიყავი დაკარწუნებული. საკმარისი. ადასაჭიროებად საერთოდ გამოვინა. მე მჭირდება ხა. მე მინდა. ან დავქორწინდებით, ან დავშორდებით. ეს ულტიმატუმია? კი, ულტიმატუმია. მართლა გაგირდი? დღეს დილით გავშორდი ცოლს. და დღეს რო შევითო მეორე? მოკლედ მოიფიქრე კახ. ან დავქორწინდებით, ან დავშორდებით. მოსადა, ესე მინდი ხარ? მედი ვარ კახ. ხლებაში ვერ ნახავ ადამიანს, რომ ღამე 6 საათის მერე კარში ვერ გამოდის. ბავშვია თუ ქალია თუ დიდია თუ პატარა, ყველას შეცდომებულები ვართ. ეხლა არასასიამოვნო შეგრძნება უნდა რომ მოგზანდით. გამარჯობა. უთხარი თანხა და წავედით. ვაიმე დაწყნარდი და დედა, მე დაველაპარაკები რა, ჩადი შენ. არა, უთხარი რამდენია? ორჯერ გასაკეთებელი რომ გამიხადას ყველაფერი. ჩადი შენ და მე დაველაპარაკები, კაცო, რას მაყვიდეთ ახლა? ვაიმე, მაგათთან ეს ლაპარაკი არ გამოვა, მე არ ვიცი. დედა, ჩადი შენ და მე დაველაპარაკები, გასაგებია? გეცრავა შეიძლება. გამარჯობა. ცელდაბძანდე. კეთი დედა. ყავა მიერთვის თუ. არ გინდა რა, არ შეწუხდე, დიდი მადლობა რა. არ მინდა. კარგი. აბა გისმენთ? მოკლედ ხელოსნები ყავდა, შეხედეს იქ ყველაფერს და კიდე სხვაგანაც არის ჩამოსული, აქამდე არ შეგვიმჩნევია. რას ამბობთ? ხო, სამზარეულოში არის კიდე ორგან ჩამოსული, ნუ კი მერიდება, მაგრამ რა ვქნათ. არა, თუ არ გჯერათ, შეგვიძლია თქვენ ხელოსნებსაც შევამოწმებინოთ. არა, ეჭვი არ გვეპარება, დარწმუნებულები ვართ. და თქვენიც გვესმის, ეხლა გაარემონტათ სახლი. თან მართლა იმდენი დრო წაიღო ამ რემონტმა, ხომ გესმით რა, დრო, ენერგია, ფული და დედაც მაგიტო განერვიულ და ყველა დეტალსაც იდაო ჩაგირგიტებდა და ხო გესმით რა. ხომ გესმის. ყველანი ადამიანები ვართ, ნერვები გვაქვს. შვილო, რამდენი დაგიანგარიშეს? ხელოსნებმა ნახეს ყველაფერი შეამოწმეს და აი აქ მაქვს დაანგარიშებული ზუსტად სადღაც ნახეთ 2000 ლარამდე გამოდის რა. ნუ იქ კიდე რაღაც ერთი ორგან რაღაცა არის გაფუჭებული, იმას ჩემი მეგობრები გააკეთებენ, არ არის პრობლემა, მაგრამ ძირითადი თანხა ეს არის რა. გამარჯობა. გამარჯობა. რა ხდება აქ? კამერებს ვაყენებთ. უი, კამერებს? ამინდა ეს ჭკვის სწავლება ქალბატონო. უბრალოდ კიდევ ერთხელ გიხსნით. ნინო არის ჩემი ცოლი და მე ვიცი რისი ღირსია, გასაგებია? შენა და ეხა შუადღე რო არა შორს. აი რა საქმე რო არის ხო სულ. ატრაკებ ძმაო, რა აქ სულ არის საქმე, ეგრე არ არის. ისე კი ღირსი რომ ვიღაცა ეჭხობოს მაგრად. მე რას მაჩერებდი რომ იბრიალებდი იქ თვალებს. ჩემ გამო უნდა ეჭხობა საფოს? აი ბეჯეტი იპოვა დამლაგებელმა. მოგებელმა? გოგოებმა მითხრეს. სადიპოვა? აი დაავადების დროს იპოვა ტახტის ქვეშ. რა ხდება გამაგებული? რა ხდება და ბიჭებს ვებაზრე ვალენსიაში. და მაგ ნაბუზურის მისამართი მიწვის. მერე?